ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჟირაფი თბილისის ზოოპარკში. თავიდან ვიფიქრე რომ რაღაცა შემეშალა. პარალელური რეალობა ჟონავს ჩვენს რეალობაში. ან ვინც ის უცხო პლანეტელები გვეთამაშებიან. ჩვენი გონება საოცარი რამეა. ხოლმე იწყებ ფიქრს და იხსენებ, უბრალოდ იხსენებ. იგონებ უკეთესი გამოვა ქართულად, იმიტომ რომ ორივეს ნიშნავს. და რომ მოიგონე რაღაცა და რომ გამოიგონე. რამე ხო არ მოხდა შენს ბავშვობაში. შოკი მართლაც და გიბიძგებს რომ დაიმახსოვრო ის მომენტი. ონცხადე რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა. თუ რა იოლია ადამიანს ჩაუნერგო ყალბი მოგონება. არ არის არსად შენახული ვიდეო ფაილად, ლამაზად, ხელუხლებლად მოგონება. თუ მოიცეს მანდელას ეფექტი, რა ტიპია? ხო არ მივაგენით ტვინისი მონაკვეთს, სადაც მეხსიერებებია შენახული. თუ შენ ნახე ჟირაფი თბილისის ზოოპარკში, შენ მართალი ხარ, ანუ არ იყო ის რომ შენ არასწორად გახსოვს, მაგრამ სხვებს არასწორად ახსოვთ. მაგრამ ამას უფრო ნიუანსებით ახლავე მოგაწვდეთ. ერთი სული მაქვს რომ გაგიზიაროთ. არის ერთი ნიუანსი. გვიყურე ხუთშაბათობით TBC-ის YouTube-ზე. შეიძლება გახსოვდეთ, შეიძლება არა, მაგრამ ამ რამდენიმე წლის წინ ქართველებს ერთ-ერთი მთავარი საკამათო თემა ის ჰქონდა ნახა თუ არა ვინმემ ჟირაფი თბილისის ზოოპარკში. თავდაპირველი ბიძგი ამ დისკუსიისა იყო 2010 წელს გამოსული წიგნი, ფილოსოფოს გიგი თევზაძის წიგნში ეწერა, რომ ბევრს გონია, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფი ნახა, არადა ზოოპარკის დირექტორსაც ველაპარაკე, დოკუმენტაციაც შევამოწმე და არასდროს თბილისის ზოოპარკს ჟირაფი არ ყოლიაო. ამის შემდეგ რამდენიმე ტალღა იყო აი ამ დისკუსიების. ვიღაც დაწერდა სტატიას და შემდეგ Facebook-ზე თუ ამ სტატიის კომენტარებში არაერთი აღშფოთებული ადამიანი გამოთქვამდა აზრს, რომ რას ქვია არ ყოფილა მახსოვს. ჩემი თვალით მაქვს ნანახი ჟირაფი თბილისის ზოოპარკში ხელში მჭერიაო. ხო არ ვიგონებო, ანუ აშკარად არ იტყვებოდა ის ხალხი. ახსოვდათ რომ ჟირაფი ნახეს, მაგრამ სხვები ამბობდნენ რომ ფაქტი ჯიუტია. არ ყოლია ჟირაფი თბილისის ზოოპარკში და ვერ ნახავდიო. მე მოვლენები ისე განვითარდა, რომ დოკუმენტურად დადასტურდა, რომ ჟირაფები მართლაც და ყოლია თბილისის ზოოპარკში. on შორეულ 1962 წელს და ისიც ცოტა ხნით. ანუ კი გამოჩნდა რომ ჟირაფები ცოტა ხნით ყავდა, მაგრამ ეს უფრო ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ ადამიანების უმეტესობა ვერაფრით ნახავდა ჟირაფს თბილისის ზოოპარკში, მით უმეტეს 80-იან, 90-იან წლებში, როგორც ბევრს ახსოვდა, თუნდაც იმიტომ, რომ ერთ ფოტოში ან ვიდეოში ან სადმე მაინც მოხვდებოდა ეს ჟირაფი. ხო და რა ხდება აქ? რა მექანიზმი მუშაობს, რატომ ახსოვს პატიოსან გულწრფელ ადამიანს რომ ნახა ჟირაფი, რომელსაც ვერ ნახავდა, იმიტომ რომ არ ყოფილა 60-იანი წლების შემდეგ ეს ჟირაფი თბილისის ზოოპარკში. რასთან გვაქვს საქმე? როგორია ეს ჩვენი ქართული მანდელას ეფექტი? აი ხა დაწვრილებით გეტყვით მაგას. ერთ დილას გავიღვიძე შეკითხვით, რომ მოიცეს მანდელას ეფექტი, რა ტიპია, როგორ მუშაობს და შემდეგ გადაწყვიტე, რომ აი ეს გამომეკულია და მივადექი უამრავ საინტერესო ნიუანსს. ერთი სული მაქვს რომ გაგიზიაროთ. ხო და ეს მანდელას ეფექტი ორჯერ ვახსენე და თუ ინტერნეტში გარკვეული დრო გაქვთ გატარებული, სავარაუდოდ გეცოდინებათ რა არის, მაგრამ მაინც მოკლედ აგიხსნით. ეს ტერმინი 2009 წელს შემოიღო ფიონა ბრუმმა, რომელიც გახლავთ, როგორც თვითონ ამბობს, პარანორმალურის კვლევარი. როგორც თავად ყვება, ძალიან ცხადად ახსოვდა, როგორ უყურა ტელევიზორში 1980-იან წლებში ნელსონ მანდელას გასვენებას. სამხრეთ აფრიკელი აქტივისტის, ადამიანის უფლებებისათვის მებრძოლის და შემდეგ პოლიტიკოსის. ახსოვდა კადრები. ახსოვდა რა ილაპარაკა ნელსონ მანდელას ქვრივმა. როგორ დაიწყო არეულობები ქუჩაში. ონცხადე რომ ეს ყველაფერი არ მომხდარა. ნელსონ მანდელა ციხიდან გამოვიდა, შემდეგ პრეზიდენტი იყო ქვეყნის და 95 წლის ასაკში გარდაიცვალა 2013 წელს. ფიონა ბრუმი ასეთ რამეს ყვება, რომ თავიდან ვიფიქრე, რომ რაღაცა შემეშალა. არასწორად მახსოვდაო, თუმცა შემდეგ სხვა ადამიანმაც გაუზიარა, რომ მსგავსი მოგონება ჰქონდა. შემდეგ მან საიტი გააკეთა, სადაც უკვე უამრავი სხვა ადამიანიც აგზავნიდა თავიანთ მოგონებებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ნახეს 1980-იან წლებში ნელსონ მანდელას გასვენება. რასაც წესით ვერ ნახავდნენ, იმიტომ რომ ცოცხალი იყო ეს კაცი. შემდეგ ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდა ინტერნეტში და ცნობა მანდელას ეფექტის შესახებ, ბევრმა გაიგო. ეს ჩვენი ჟირაფის ისტორიაც შეიძლება რაღაცნაირად მანდელას ეფექტის ქოლგის ქვეშ გავიყვანოთ, როდესაც ბევრ ადამიანს ახსოვს რაღაც, რაც თითქოს არ მომხდარა. ეს მანდელას ეფექტი ხშირად მოყავთ ხოლმე იმის საილუსტრაციოდ, რომ აი რაღაცა არსებობს, რომ შეიძლება პარალელური რეალობა ჟონავს ჩვენს რეალობაში, რომ შეიძლება სხვა განზომილებაში ერთი რამ მოხდა და ჩვენ აი იმისი მოგონებები გვაქვს. ან ვინც ის უცხო პლანეტელები გვეთამაშებიან რამეს,
ცხადია რომ გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, სიმულაციაში ცხოვრობთ თუ არა, ზუსტად რომ ვიცოდე, სხვანაირ ვიდეოში ჩავწერდი, მაგრამ შემიძლია თამამად თქვა რომ თანამედროვე მეცნიერება ამ მოსაზრებას არ იზიარებს და ასევე ჩემი აზრით ის თუ რასთან გვაქვს საქმე ჟირაფის ეფექტის ან მანდელას ეფექტის შემთხვევაში, გაცილებით უფრო საინტერესო იყო ჩემთვის წასაკითხადაც და შეიძლება თქვენთვისაც მოსასმენადაც იყოს, ვიდრე ის რომ პარალელური რეალობა ჟონავს ჩვენთან. თქვათ ახლა უფრო საინტერესო შეიძლება მეტი მომივიდა, მაგრამ ჩვენი გონება საოცარი რამეა, მეხსიერება ძალიან უცნაურად მუშაობს და ბოლო რამდენიმე 10 წლეულის განმავლობაში გაცილებით უკეთ შეგვისწავლია თურმე თუ როგორ მუშაობს ჩვენი ტვინი ამ მხრივ. ეხლა სწორედ მაგას ვეცდები რომ ეგ მოგიყვეთ, რაც წავიკითხე, მაგრამ ჯერ ეს მოდი მანდელას ამბავი გავიაროთ და აღარ მოუბრუნდეთ. მან სავარაუდო პასუხი არის ის, რომ ერთი ბევრს სავარაუდოდ ახსოვს, სხვა სამხრეთ აფრიკელი აქტივისტის, ადამიანის უფლებების დამცველის სტივ ბიკოს გასვენება, რომელიც მართლაც გარდაიცვალა და მისი გარდაცვალების შემდეგ არეულობებიც იყო ქუჩაში. ბევრმა შეიძლება არ იცოდა სტივ ბიკო ვინ იყო და ნელსონ მანდელა იცოდნენ სამხრეთ აფრიკიდან და ეს ორი რაღაც აურიეს ერთმანეთში. მეორე რაც ალბათ მუშაობს არის ის, რომ როდესაც გეუბნებიან, რომ ის გახსოვს როგორ იყო, მე იწყებ ფიქრს და იხსენებ, უბრალოდ იხსენებ. იგონებ უკეთესი გამოვა ქართულად, იმიტომ რომ ორივეს ნიშნავს, და რომ მოიგონე რაღაცა და თან რომ გამოიგონე. კი, მაგრამ ეგ როგორ გახდება? რანაირად შეიძლება გამოიგონო რაღაცა, რაც გახსენდება? აი ამაგას ჩამოვყვებით. ახლა ჯერ ვთქვათ, ადრე როგორ გვეგონა, როგორ მუშაობდა მეხსიერება. ვარიანტი არ არის რამე ფილმში ან სერიალში ესეთი სცენა არ გქონდეთ. ნანახი უამრავია ესეთი, რომ ვიღაც არის ჰიპნოზის ქვეშ და მეორე ვიღაც ელაპარაკება. შედი კარში, რას ხედავ? და ეს ხედავთ, რომ წარმოსახვით ოთახში დგას და ამბობს, რომ მე ამ კარში ვერ შევდივარ. რატომ? რა ფერის არის კარი? ნახე, კარი მწვანეა, უცებ მწვანედ განათდება ეს კარი. და ვინ დგას კარის უკან? ვერ ვიხსენებ, გაიხსენე. ხვდებით, ხო რა სცენაზე ლაპარაკობენ, ბევრი არის ძალიან ესეთი, როგორც წესი, გასართობია ხოლმე, ვიზუალურად კარგი საყურებელია, მაგრამ ძალიან არასწორად ასახავს იმას თუ როგორ მუშაობს მეხსიერება. იმიტომ რა არის ნაჩვენები მიდგომა, რომ მოგონება არის ერთგვარი 3D ვიდეო ფაილი, რომელსაც სწორ გასაღებს თუ მოუძებნი, ყველაფერი ადგილზე დაგხვდება ზუსტად როგორც თავის დროზე აღწერა შენმა ტვინმა. ანუ გეცოდინება რა ფერის არის კარი, როგორი ფარდა ეკიდა, ვინ იდგა კარს უკან. თუმცა იყო დრო, ეს იყო მე-20 საუკუნის უდიდესი ნაწილი, როცა ადამიანების უმეტესობა, მათ შორის მეცნიერები, მიიჩნევდნენ, რომ მართლაც ეს მეტაფორა სწორი იქნებოდა. რომ მოგონება არის ერთგვარი, ვიდეო კასეტას იტყოდნენ მაშინ, მაგრამ მოდი ვიდეო ფაილი ვთქვათ, უფრო ადვილი იქნება, სადაც ზუსტად ისე არის შენახული რაღაც, როგორც მოხდა, როგორც შენ აღიქვი. დავიწყოთ იმით, რომ მაშინ, მოგონებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით პოპულარული იყო ფსიქოანალიტიკური მიდგომა, რომლის ერთ-ერთი მთავარი სვეტი იყო რეპრესირებული მოგონებების ამოტანა ცნობიერში. აზრი იყო დაახლოებით ესეთი, რომ როდესაც ცუდი რაღაც შეგემთხვევა, განსაკუთრებით ბავშვობაში, ტვინი ცდილობს, რომ ეს რაც შეიძლება ღრმად ჩამარხოს, იმიტომ რომ აწუხებს და შემდეგ ის არ გახსოვს, თუმცა გახსენებს თავს, შეიძლება სიზმრებში ამოვიდეს ის ცუდი რაღაც რაც მოხდა, ან შეიძლება უბრალოდ დეპრესია დაგემართოს და არ იცოდეს აიდან გჭირს და მნიშვნელოვანია რომ ეს ჩამარხული მოგონება ამოთხარო და შემდეგ დაიწყება განკურნების პროცესი. გასული საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით ხშირად მიმართავდნენ ხოლმე ჰიპნოზს ამისათვის და თუ ესე მეტაფორულად შევხედავთ, აქაც დაახლოებით მსგავსი მიდგომაა, რომ არის შენახული მოგონება, ვიდეო ფაილი, რომელიც ამ წუთას დაარქივებულია, პაროლი ადევს, მაგრამ თუ პაროლს მიუსადაგებ, ანუ ჰიპნოზს სწორად გამოიყენებ, შეძლებ მის გახსნას. არადა თითქოს ბიოლოგიაც იმავეს აჩვენებდა. 1950-იან წლებში ლეგენდარული კანადელი ნეიროქირურგი, იყო ესეთი Wilder Penfield, ეპილეფსიას კურნალობდა და დაზიანებული ტვინის მონაკვეთის აღმოსაჩენად ოპერაციებს ატარებდა, მათ შორის იყო რა თქვა, თავის ქალას ახდიდა და შემდეგ ელექტროდებს ადებდა პაციენტს ტვინზე. ტვინს ტკივილის რეცეპტორები არ ქონია თურმე და ამიტომ არ არის აუცილებელი რომ პაციენტს ეძინოს, პირიქით ლაპარაკობდნენ ამ დროს. ანუ პაციენტი ფხიზლად არის, ის ელექტროდს აქვს დადებს და ეკითხება რომ ეხლა რას გრძნობ, ეხლა რას გრძნობ. როდესაც გარკვეულ მონაკვეთში ეხებოდა, პაციენტების ნაწილი უცებ ამბობდა, რომ მოგონება ამომიტივტივდა. ერთმა გაიგონა მუსიკა, თან ისე ხმამაღლა, რომ იკითხა, რომ სადმე ჩართული ხო არა გაქვთ. მეორე სუნი მოუვიდა დამწვარი ტოსტის. მესამემ დაინახა, ბავშვობაში რომ მეზობელი ყავდა, ის რომელიც რაღაცას ელაპარაკებოდა. ელექტროდს აწევდნენ, ეს მოგონება ჩერდებოდა. დაადებდნენ, ისევ თავიდან იწყებოდა. და გაჩნდა შეკითხვა, ხო არ მივაგენით ტვინის იმ მონაკვეთს, სადაც მეხსიერებებია შენახული. ანუ ხო აქაც იგივე მეტაფორა შეიძლება გამოვიყენოთ, რომ ეს არის რაღაც ერთგვარი ვიდეო საცავი, რომელსაც ზუსტად თუ მიაგნებ, ნახავ ესე ფაილებად დაარქივებულ იმ ძველ მოგონებებს, ძველ ვიდეოებს.
და ასევე მნიშვნელოვანი ასპექტი იყო იმის განსაზღვრა, თუ როდის მუშაობდა ეს ბრჭყალებში ვიდეოკამერა უკეთესად და როდის უარესად. ვარაუდობდნენ, რომ აქ თავარი შეიძლება იყოს ემოცია. 1970-იან წლებში როჯერ ბრაუნმა და ჯეიმს კულიკმა აღწერეს, რომ როდესაც რაიმე მასშტაბური მოვლენა ხდება, რომელიც აი სულ ყველას შეეხება, იმათი ამერიკელების შემთხვევაში ეს იყო პრეზიდენტ კენედის მკვლელობა, შემდეგ წლების მერეც ადამიანებს რო გამოკითხო, ყველას ემახსოვრება სად იყო იმ წუთას, ვის ელაპარაკებოდა, რა იგრძნო, ძალიან კარგად შეუძლია რომ აღწეროს ეს ყველაფერი და ივარაუდეს, რომ ალბათ ემოცია იმის განცდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, გაძლევს შემდეგ საშუალებას რომ განსაკუთრებულად კარგად დაიმახსოვრო ეს ყველაფერი. მართლაც ამას ახლა დიდი ის არ უნდა კვლევა, თუ აიღებ რაიმე მნიშვნელოვან მოვლენას შენ ცხოვრებაში, ან ქვეყნის ცხოვრებაში, რა ვიცი, ომი როცა დაიწყო, მახსოვს მე რა ხდებოდა 11 სექტემბერიც მახსოვს. მაგრამ ამას უფრო ნიუანსებით ახლავე მოგაწვდეთ. ჯერ ისევ ამ ბოლოდან დავიწყებ, რაღაც მნიშვნელოვანი რო ხდება და განსაკუთრებით კარგად რო იმახსოვრებ მაგ ამბავს. 1986 წელს აფრენიდან ერთ წუთში კოსმოსური შატლი ჩელენჯერი აფეთქდა და ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა. ამერიკელებისთვის ეს იყო ძალიან ტრავმატული მოვლენა, რა ვიცი, აი, ყველას ახსოვს. ისტორიული მასშტაბის ტრაგედია იყო და ფსიქოლოგმა ულრიკ ნაისერმა აი ამ ტრაგედიიდან ცოტა ხნის შემდეგ სტუდენტებს შეავსებინა კითხვარი. თავისი ხელით იმათ უნდა დაეწერათ, სად იყვნენ, რა განიცადეს, როგორი იყო ის დღე, როცა ჩელენჯერი აფეთქდა. საინტერესო კი ის იყო, რომ 3 წლის შემდეგ მან ისევ დაუძახა იგივე სტუდენტებს, იგივე შეკითხვები დაუსვა და შეადარა 3 წლის წინ შევსებულ კითხვარს. ანუ აინტერესებდა, რომ რამდენად კარგად ახსოვდათ იმ დღის მოვლენები. აღმოჩნდა, რომ ისე რა. ძალიან თავდაჯერებით წერდნენ, რომ აი ეს მოხდა, მე ეს იყო, მე ეს, მაგრამ თუ შეადარებდით თავდაპირველ კითხვარს, ძალიან ბევრი იყო აცდენა. მსგავსი რამ გააკეთეს დიუკის უნივერსიტეტის მკვლევარებმაც 11 სექტემბრის შემდეგ. ანუ ცოტა ხნის შემდეგ სტუდენტებს შეავსებინეს ორი კითხვარი ამჯერად. ერთი ეკითხებოდნენ, რომ 11 სექტემბერს სად იყავი, როგორ გაიგონე, ვის ელაპარაკებოდი, შენს გარშემო რა ხდებოდა, მაგრამ ამასთან კითხეს იმავე კვირას მომხდარი სხვა უმნიშვნელო რაღაცის შესახებ. ანუ შეიძლება რამე წვეულებაზე იყვნენ, ან საყიდლებზე იყვნენ წასულები, ან გამოცდა ჰქონდათ. ეს ორი რამე უნდა შეევსოთ და დაწვრილებით აღეწერათ რა ხდებოდა იმ დღეს. რამდენიმე წლის შემდეგ ამათაც შეავსებინეს სტუდენტებს ზუსტად იგივე კითხვარი და თან რო შეედარებინათ, რომ რომელი მოვლენა ახსოვდათ უკეთესად. 11 სექტემბერი თუ ის რაღაც წვეულებაზე რო იყვნენ. აღმოჩნდა, რომ ნუ განსხვავებები იყო, მაგრამ ორივე ძალიან კარგად ეშლებოდათ. ორივე შემთხვევაში არასწორ ინფორმაციას წერდნენ, მაგრამ იმ 11 სექტემბრის მოგონებასთან დაკავშირებით გაცილებით უფრო თავდაჯერებულები იყვნენ. ანუ ეგონათ, რომ კარგად ახსოვდათ, მაგრამ ბევრ რაღაცას არასწორად იხსენებდნენ, თუმცა თვითონაც არ იცოდნენ, რომ არასწორი იყო. აი იმ წვეულებაზე რო იყვნენ, იქ შეიძლება ეთქვათ, რომ აი იცი რა, კარგად არ მახსოვს და ვერ ვიხსენებ, ან მგონია რომ ესე იყო, ლურჯი პერანგი მეცვა, მაგრამ თავს ვერ დავდებ. 11 სექტემბერზე იყვნენ, რომ აი ზუსტად მახსოვს, ეგრე იყო. არა და არ ახსოვდა ზუსტად. ამათი დაწყნა იყო ესეთი, რომ შოკი მართლაც და გიბიძგებს, რომ დაიმახსოვრო ის მომენტი, შოკის მომენტი. მაგრამ არ გაძლევს უკეთეს ხელსაწყოს, ანუ იგივე მეტაფორა რო მოვიტანოთ, არ გაძლევს უკეთეს ვიდეოკამერას. მაგრამ სამაგიეროდ გიტოვებს განცდას, რომ აი ეს რაც მოხდა, მნიშვნელოვანია და არ უნდა დაგავიწყდეს. მაგალითად, მე რო ვთქვი, მე მახსოვს 11 სექტემბერს, სად ვიყავი, მაშინ სამსახურში თარჯიმნად მუშაობდი, გამოვდიოდი კარში, როდესაც ტელევიზორში დავინახე, რომ თვითმფრინავი დაეჯახა მაღალსართულიან სახლს, მაშინ როგორც დავინახე და მეთქი, მე რაღაც მგონი კატასტროფა მოხდა, გამოვედი, მეგობრებს შევხვდი, უნდა წავსულიყავით კინოში, ოცნებების რექვიემი გადიოდა და მე ნახეთ. კინო რუსთაველში. კიდევ ბევრი დეტალი შეიძლება გამახსენდეს იმ დღიდან, მაგრამ ეხა ესენი რო წავიკითხე, ბოლომდე დარწმუნებული არა ვარ, რომ ყველაფერში მართალი ვარ. ანუ შეიძლება ჩემ მეგობარ ბეკას, რომელთან ერთადაც ვიყავი, მაშინ რო ვკითხო, აღმოჩნდეს, რომ იმ დღეს არ წავსულვართ კინოში, რამდენიმე დღის მერე იყო, შეიძლება მაშინ ვაპირებდით და მერე წავედით. შეიძლება კიდევ რაღაც დეტალები ამოტივტივდეს, რომელიც არ მახსოვდა და მერე გავიხსენებ, ან მეგონება რომ გავიხსენებ. იმიტომ რომ მართალია ყოველთვის ვიცოდით, რომ მახსოვრობა არ არის სანდო, მაგრამ 90-იანი წლებიდან მოყოლებული განსაკუთრებით ცხადად დავინახეთ ეს. 1990-იან, მანამდე 80-იან წლებშიც, როგორც უკვე ვთქვი, პოპულარული იყო ჰიპნოზის მეშვეობით რეპრესირებული მოგონების ამოთხრა რაღაცა ბნელი კუნჭულებიდან. თქვათ, გეკითხებიან, რომ რატო გაქვს დეპრესია, რატომ ნახულობ ამ სიზმრებს? რამე ხო არ მოხდა?
შენს ბავშვობაში. ვინმე მხარი ძალადა შენზე. მოდი წამოწექი ტახტზე, ჰიპნოზს ჩაგიტარებ, იქნება გავიხსენოთ და ბევრი მართლაც იხსენებდა და ძალიან ბევრი ოჯახი დაინგრა და ბევრ ადამიანს ცხოვრება გაუუბედურდა მაგის გამო. იმიტომ რომ როგორც მე აღმოჩნდა, ჰიპნოზი დამარხულ მოგონებას ალბათ ვერ ამოკითხრის. მაგრამ შეიძლება ახალი მოგონება შეგიქმნას. ისეთი რამისა, რაც არ მომხდარა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან მე რაღაც კარგი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, რასაც მე მეხსიერების ომები შეარქვეს. ეს იყო კამათი ფსიქოლოგებს შორის იმასთან დაკავშირებით თუ როგორ მუშაობს მახსოვრობა. ამ ომის დაწყება გამოიწვია ელიზაბეთ ლოფტუსმა, რომელიც დაუპირისპირდა რეპრესირებული მოგონებების ამოთხრის მიმდევრებს და სცადა ეჩვენებინა თუ რა იოლია ადამიანს ჩაუნერგო ყალბი მოგონება. ერთი ექსპერიმენტი იყო ასეთი, რომ ელიზაბეთ ლოფტუსის თხოვნით შენთან მოდის შენი ძმა და გეუბნება რომ მოდი გაიხსენე ეს სამი რამ რაც ბავშვობაში გადაგხდა. ამ სამიდან ორი ნამდვილია და ერთი ის რომ სავაჭრო ცენტრში დაიკარგე მაღაზიაში გამოგონილი. არ მომხდარა. მაგრამ როდესაც გონია რომ სამივე მოხდა, ეს მესამე შეიძლება ძალიან დეტალურად გაიხსენო. და ძალიან დეტალურად იხსენებდნენ. როგორ იგრძნეს თავი უმწეოდ, როგორ მოვიდა ვიღაც უცხო, რომელმაც იპოვა, როგორ გამოაცხადეს, დაიკარგა ბავშვი, არა და მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მეორე ექსპერიმენტში აჩვენა, რამდენად ერთი სიტყვის ცვლილებამაც კი გამოიწვიოს მეხსიერების ცვლილება. ადამიანებს აჩვენებდა ვიდეო ჩანაწერს ავტოავარიის. და შემდეგ რამდენიმე წუთის შემდეგ თხოვდა რომ გაეხსენებინა რა ნახეს ეკრანზე. ოღონდ ერთი სიტყვის მცირედი ცვლილება, თქვათ, შეეჯახა თუ დაეტაკა, ქართულად ვერ თარგმნე კარგად, smash და bump. ესე ამბობდნენ, ანუ ერთი არის უფრო ძლიერად დაეჯახა, მეორე რომ უფრო მსუბუქად შეეტაკა, სრულიად ცვლიდა მოგონებას. ანუ ერთ შემთხვევაში ამბობდნენ, რომ კი ვნახე იქ მახსოვს როგორ დავინახე დამსხვრეული მინა ეყარა ძირს, სადაც smash იყო ნახსენები, მიუხედავად იმისა, რომ დამსხვრეული მინა იქ არ ყოფილა. მეხსიერების ომები ერქვა მეთქი ამას და ელიზაბეთ ლოფტუს სიკვდილით ემუქრებოდნენ. ანუ ხშირ შემთხვევაში ლექციის წაკითხვის ეშინოდა, იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება დაეშინათ კომიტურები ან რაღაცები ესროლათ მისთვის. რატო? იმიტომ რომ აბრალებდნენ რომ შენო ბავშვებზე მოძალადეების დაცვა გინდაო. არა და ის ამბობდა რომ ესე ჰიპნოზის მეშვეობით გახსენებული ბრჭყალებში ფაქტები ვერ იქნება, იმიტომ რომ გაცილებით უფრო იოლია რომ რაღაცა გამოიგონო და გეგონოს რომ ნამდვილია, ვიდრე იქ შენახული მოგონება ამოთხარო. იმიტომ რომ არ მუშაობს თურმე ტვინი ესე, არ არის არსად შენახული ვიდეო ფაილად, ლამაზად, ხელუხლებლად მოგონება. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ არავინ მეცნიერს ესე არ უთქვამს, რომ აუცილებლად ესე ხელუხლებლად არის მოგონება შენახული ტვინში, მაგრამ მთელი კაი ერთი საუკუნის განმავლობაში გაგება ძირითადად აი პოპკულტურაშიც გადმოსული და ახსნილი სხვადასხვა სფეროს მკვლევარების შედეგებით დაახლოებით ასეთ სურათს შექმნიდა. ანუ ეს მეტაფორა იმ დროისთვის ბევრისთვის გასაგები და მისაღები იქნებოდა. მაგრამ იმას რას უშვებით, რომ ტვინზე რო ელექტროდს ადებდნენ და მოგონების ფაილი რო ირთვებოდა, გვატყუებდა ლეგენდარული კანადელი მეცნიერი? არა, არ გვატყუებდა, თუმცა იმ დროის მეცნიერების საზღვრების გათვალისწინებით ბოლომდე არ ესმოდა რა ხდებოდა. მოდი ჯერ ვთქვათ, რომ ეს მოგონება ერთვებოდა პაციენტების დაახლოებით 5%-ს, ანუ თუ ვამბობთ, რომ სადღაცა კონკრეტული ადგილია, სადაც მოგონებები ინახება, მაშინ ან ყველას ან უმეტესობას მაინც უნდა ჩართვოდა ელექტროდის შეხების მერე მოგონება. ასევე როცა ელექტროდს რამდენჯერმე დაადებდა ერთსა და იმავე ადგილს, სხვადასხვა რამე ხდებოდა. ანუ შეიძლება ისევ ბავშვობის მეზობლის ხმა გაგეგო, მაგრამ ამჯერად სხვა რამეს ამბობდა ეს. იმიტომ რომ რეალურად ეს არ იყო ადგილი, სადაც არის მოგონებები შენახული. რეალურად რაც ხდებოდა იყო ის, რომ ტვინი იგონებდა ამ მოგონებას, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდა მთლად კარგად რა ხდებოდა. როგორც წესი არ არის მიჩვეული ტვინი, რომ ახდილი იყოს თავის ქალა და ზედ ელექტროდს ადებდნენ. მაშინ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი? ზოგი მეცნიერი ჯერ კიდევ 1930-იანი წლებიდან ამტკიცებდა, რომ როდესაც რაღაცას ვიხსენებთ, იდეალურად შენახულ ინფორმაციას კი არ ვკითხულობთ, არამედ მის რეკონსტრუქციას ვაკეთებთ თავიდან. თანამედროვე კვლევის მეთოდებმა აჩვენა, რომ სწორედაც რო ეგრეა. თუ ჩვენი წინა სერია ნახეთ, შეიძლება გახსოვდეთ, იქ ვილაპარაკეთ, რომ ახლანდელი გაგება ნეირომეცნიერების არის ასეთი, რომ ტვინი არის ერთგვარი პროგნოზების მანქანა, რომელიც ცდილობს, რომ არა მარტო აღიქვას გარესამყარო, არამედ აქტიური პროგნოზირება გააკეთოს, რა მოხდება შემდეგ და რა რას ნიშნავს და ასევე ხშირად ცდილობს ხოლმე, რომ ენერგია მაქსიმალურად დაზოგოს. რაც არ ჭირდება, ის არ გააკეთოს. აქაც ეგ პრინციპი არის მნიშვნელოვანი, ტვინი რაღაცის დამახსოვრებისას ყველაფერს ზუსტად კი არ იმახსოვრებს, არამედ ცდილობს, რომ ენერგია დაზოგოს და ამისათვის იყენებს სქემებს. ეგრე ქვია, თანამედროვე ახალგაზრდები ვაიბებს იტყოდნენ, ჩვენ დროს
სამუშაოს პონტს ვამბობდით ხოლმე, მაგრამ სქემა ქვია მეცნიერულად. აი მაგალითად რო გითხარით, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს კინო რუსთაველში ვიყავი და შემიძლია დეტალურად გავიხსენო, როგორ იდგა იქ პოპკორნის სუნი, როგორ ავიღე კოკა-კოლა, როგორ ვიდექი რიგში, მე როგორ შევედი ბნელ დარბაზში, მაგრამ აქედან რამდენი არის ნამდვილი და რამდენი არა თავს ვერ დავდებ. შეიძლება ვიღაცამ მითხრას, რომ იცი რა, მაგ დროს რუსთაველში საერთოდ არ გადიოდა ოცნებების რეკვიემი, ამირანში იყავი ალბათ. ან სხვა მითხრას, რომ კოკა-კოლას ვერ აიღებდი, მაშინ პეპსი იყიდებოდა. და კიდევ რაღაცა ბევრი მსგავსი დეტალი. ზოგი შეიძლება სწორად მახსოვს, ზოგი შეიძლება არა, იმიტომ რომ ჩემმა ტვინმა იმ დროინდელი ყველა დეტალი კი არ შეინახა. არამედ ეს ზოგადი სქემა. ვაიბი რომ კინოში ვიყავი. კინოში ვიყავი, როგორი რაღაცა არის, ხო ვიცით ისედაც. ამიტომ მაგისი ყველა დეტალის ჩაწერა აღბეჭდა არ არის საჭირო. და რეალურად ბევრ რამეს რაც მე ვიხსენებთ ხოლმე, ვიხსენებთ იმ ზოგადი სქემიდან, რომ ვიცით როგორია კინოში ყოფნა, კი ბატონო, და არა იმ კონკრეტული დღის დეტალებიდან. თან დიდი გაიძვერული რამე არის, რამეს რო იხსენებ, ანუ ჯერ ერთხელ რეკონსტრუქციას აკეთებ და მეორე, როდესაც ინახავ ისევ იმ მოგონებას უკან ტვინში რო აბრუნებ, ხელუხლებლად კი არ აბრუნებ, არამედ გახსენებულ მოგონებას აბრუნებ. აი ეს მეტაფორა რომ მოვატრიალოთ ისევ, მოგონება ვიდეო ფაილი კი არ არის, თუ გიმუშავიათ მონტაჟზე მიხვდებით, თუ არა და მაინც მიხვდებით, არამედ პროექტია, რომელსაც ყოველჯერზე ხსნი. და მისი ნაწილი არის სხვაგან დამახსოვრებული, ნაწილი არის სადღაც სხვაგან დამახსოვრებული და როდესაც ამას ასეივებ, შეიძლება პატარა ცვლილებებით. შეიძლება არ იყოს ცვლილება, მაგრამ შეიძლება იყოს. მე მაგალითად მახსოვს, აი 25 წლის წინ ვერის ბაღში ვიყავი და უცებ რაღაც მზემ დააჭირა რაღაცნაირად სუნი მომივიდა და გამახსენდა ბავშვობის მოგონება, პაპაჩემს რომ ყავდი იქ. ეხა ეგ მოგონება რომ მახსოვს 25 წლის წინანდელი მოგონებული მოგონება. თუ გასაგებად ვამბობ, მე მონიხვდებით რაშიც არის აქ. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, რაიმეს დამახსოვრება არის, მოდი ასე ვთქვათ, 5 საფეხურიანი პროცესი. თუ რამეს ძალიან ვამარტივებ, იქნება ვინმე ნეირომეცნიერი მიყურებთ, კომენტარებში გამისწორეთ თუ შეიძლება. პირველი საფეხური არის ის, რომ ჩვენი გზნობის ორგანოები, თვალი, ყური, ცხვირი, კანი, ყოველ წამს უზარმაზარ ინფორმაციას იღებს და ამ ინფორმაციის უდიდესი ნაწილი მალევე მიდის ნაკავში, იმიტომ რომ არ გჭირდება ამ ყველაფრის დამახსოვრება. შეიძლება ქუჩაში მიდიოდეს, გვერდზე გამლელმა ჩაგიარა და რამდენიმე წუთის მერე რო გკითხო როგორ გამოიყურებოდა, რა ეცვა, არ გახსოვს, იმიტომ რომ მართალია დაინახე, მაგრამ არც უფიქრია ტვინს, რომ ეს მნიშვნელოვანი იყო და რაღაცნაირად სადმე უნდა შეენახა. გარდა იმ შემთხვევისა, თუ რაღაც ან განსაკუთრებულად ეცვა, ან რაღაცა ყურადღება მიიქცია, იმიტომ რომ ეს მეორე საფეხური არის ყურადღების მიქცევა, რომლის შედეგადაც რაღაცა რაც დაინახე, ან იგრძენი, ან იყნოსე, გადადის სამუშაო მეხსიერებაში. ზოგი ინფორმაცია შეიძლება ყურადღების მიქცევის გარეშეც გადაამუშაო, თუ სადღაცა ბავშვი ტირის შენი ხმა გაიგე, ამას ავტომატურად აღრიცხავს ტვინი, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში რაღაცას მიაქცია ყურადღება და ეს რაღაცა გადადის დროებით საცავში. დროებითი საცავი არის სამუშაო მეხსიერება, რომელიც აი ამ რაღაცას ალაგებს და მერე წყვეტს რა უყოს. გადააგდოს თუ გაუშვას უფრო გრძელვადიანად შესანახად. სამუშაო მეხსიერებაში ბევრი რამე არ ეტევა. ადრე ამბობდნენ, რომ დაახლოებით 7 რამ შეიძლება დაეტიოსო, ეხლა ამბობენ, რომ არა 7 ბევრია, 4 ეტევაო, მაგრამ ეს 4 დაჯგუფებული შეიძლება იყოს. სიტყვაზე ერთდროულად უმეტესობას გაგიჭირდებათ 12 ფერის დამახსოვრება, მაგრამ 4 დროშა შეიძლება დაიმახსოვრო უფრო ადვილად. რის მიხედვით წყვეტ სამუშაო მეხსიერება, რომ გაუშვას თუ არა უფრო გრძელვადიან საცავში, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს ემოცია. ემოცია თუ რაღაც გაგიკვირდა, თუ რაღაც გეხამუშა, თუ რაღაც გეწყინა, თუ რაღაც გესიამოვნა, მნიშვნელობა მიანიჭე რაღაცას. ამ შემთხვევაში ალბათ უფრო უკეთ დაიმახსოვრებ და ეს ინფორმაცია სამუშაო მეხსიერებიდან გადადის ჰიპოკამპუსში. ეს არის ჩვენი მესამე საფეხური. ადრე უფრო ფიქრობდნენ, რომ ჰიპოკამპუსი იყო გრძელვადიანი მეხსიერების მთავარი საცავი. დღეს ვიცით, რომ ალბათ ასე არ არის. ალბათ არის ისე, რომ ჰიპოკამპუსი ახდენს ამ ინფორმაციის ინდექსირებას და შემდეგ რაღაც ხნის განმავლობაში, ეს რაღაც ხანი შეიძლება იყოს საათები, დღეები, კვირები, წლებიც კი, აი ამ ინფორმაციის ინდექსირება ხდება და გადალაგება სხვადასხვა ტვინის რეგიონებში. შეიძლება რეგიონი არ არის სწორი სიტყვა, მაგრამ აზრობრივად სწორია. აი ეს დალაგების პროცესი არის მეოთხე საფეხური, კონსოლიდაციის პროცესი, რომლის დროსაც ამ მოგონების ნაწილი არის შენახული ზუსტად, ანუ გახსოვს რა მელოდია ისმოდა იქ, რა სუნი იგრძენი, ზუსტად რა სიტყვები თქვა ადამიანმა, ანუ ეგ გაქვს სიტყვა სიტყვით შენახული. მაგრამ ამავე მოგონებასთან დაკავშირებით გაქვს უფრო ზოგადი ინფორმაცია, ზოგადი სქემა და ეს ორივე არის ერთად და ხშირად რთულია რომ განასხვავო რომელი არის ზუსტი მოგონება იმ დროიდან და რომელი არის ზოგადი სქემა, რომელიც მერე ენერგიის დაზოგვისთვის და გამარტივებისთვის ერთად იქნა შენახული.
ამიტომაც არის ხოლმე რომ ბევრი მოგონება შეიძლება უცებ ამოგიტივტივდეს კონკრეტულ ადგილას ან სიმღერის გაგონების დროს ან რაღაცა სუნთან ერთად, იმიტომ რომ Twins კონსოლიდირებული ეგრე აქვს, ეგენი ერთად აქვს შენახული. და მეხუთე საფეხური, როგორც უკვე ვახსენე, არის აი რა, რომ როდესაც რამეს იხსენებ, ხდება ამ მოგონების მეცნიერულად ვიტყვი რეკონსოლიდაცია. ანუ ხსნი არა ფაილს, არამედ პროექტს ხსნი, სხვადასხვა ადგილებიდან იღებ გარკვეულ ინფორმაციას და შემდეგ ასეივებ და ხელახალი კონსოლიდაცია ხდება, რომლის დროსაც შეიძლება ეს მოგონება შეიცვალოს. შეიძლება არ შეიცვალოს, მაგრამ შეიძლება ძალიანაც შეიცვალოს. შეიძლება მიხვდე რომ შეიცვალა მოგონება, შეიძლება ვერ მიხვდე. ადამიანის ტვინი უცნაურად მუშაობს ხოლმე. ხო და ამ ყველაფრის გათვალისწინებით მე მგონი ძალიან გასაგებია, რატო ახსოვს ბევრს რომ ჟირაფი ნახა თბილისის ზოოპარკში. პირველ რიგში, თუ შენ ნახე ჟირაფი თბილისის ზოოპარკში, შენ მართალი ხარ, ანუ არ იყო ის რომ შენ არასწორად გახსოვს, მაგრამ სხვებს არასწორად ახსოვთ. იმიტომ რომ ბევრის ტვინში ზოოპარკში რა ვნახე და როგორ ვიყავი, ცალკე სქემად არის დამახსოვრებული, ცალკე გაქვს დამახსოვრებული სუნი, რომელიც მოდიოდა სპილოს ვოლიერიდან, მზე როგორი იყო და ამავე დროს იქვე არის ზოგადი სქემა, რომ რა ხდება ხოლმე ზოოპარკში, რას ნახულობს ადამიანი. ჟირაფსაც ხო ნახულობს ადამიანი. და შეიძლება გახსოვდეს რომ ნახე ჟირაფი. ან შეიძლება 1962 წელს იყავით და ნახეთ ჟირაფი და მანდ არაფერი მაქვს სათქმელი. მეც თვითონ ძალიან კმაყოფილი დავრჩი ესენი რომ წავიკითხე, ბევრი რამე გავიგე და იმედია რომ თუ ყველაფერი იცოდით უკვე და მაინც მისმინეთ აქამდე. მადლობა, არხი გამოიწერეთ, სხვა ჩვენი ვიდეოც ნახეთ და დრო და დრო შეგვიმოწმეთ, იქნება მეშლება რამე კომენტარებში. და ელოდეთ ამ ჩვენს გადაცემას არის ერთი ნიუანსი ყოველ ხუთშაბათს TBC-ის YouTube-ის არხზე.